ვიდეო და აუდიო მასალა პროკურატურა დეკანოს გიორგი მამალაძის ბრალეულობის ამსახველ მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს. უწყების ცნობით არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე სხვა პირების მკვლელობასაც ამზადებდა, თუმცა ბრალდება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე წარედგინა. გამოძიებამ ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვას ედავება. პროკურორი საქმეში თანამძრახველების არსებობას არ გამორიცხავს. გიორგი მამალაძის ადვოკატის მტკიცებით კი მასალა დამონტაჟებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა, ნათია ქენქაძე ისაუბრებს, ხოლო დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატების განცხადებებს რატი ხვისტანი გაგვაცნობს. დავიწყოთ ნათია ქენქაძის ჩართვით. ნათია, გისმენთ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 17 წუთიანი მასალა, რომელიც მათ გაასაჯაროვეს, არ არის სრული რაოდენობა იმ მტკიცებულებების, რომლებიც მათ გააჩნიათ და რომლითაც ისინი გეგმავენ სასამართლოში დაამტკიცონ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გეგმავდა პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ამ მიზნით ის ცდილობდა შეეძინა ციანიდი და წაეღო ის გერმანიაში. ჩანაწერები არის გაკეთებული სხვადასხვა დროსა და ადგილას და პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამისთვის მათ წინასწარ მოიპოვეს სასამართლოს ნებართვა. ჩანაწერებში ფიგურირებს თავად დეკანოზი და მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე. აქ ასევე არის წარმოდგენილი თავად დეკანოზის ტელეფონიდან ამოღებული მასალა ინტერნეტის საძიებო სისტემაში ციანიდზე ინფორმაციის მოპოვების შესახებ და ასევე მის ზემოქმედების შედეგებზე. ჩანაწერებში საუბარი არის სხვადასხვა სასულიერო პირზე ზოგად კონტექსტში და საუბარი არის პატრიარქის მდივან რეფერენტზე შორენა თეთრუაშვილზე, თუმცა საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით არ ამტკიცებენ იმას, რომ დეკანოზი გეგმავდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას და ამასთან დაკავშირებით სხვა მტკიცებულებებიც აქვთ. ის ვინები წავიდნენ, ახლა შორენაა წასული, ხო? და ცოტა და ისო. ხო, შორენა მაინც ჩაძვრა იქა. შორენა მაინც ჩაძვრა. ამინა და საბრედია მოხშოდა. ხო, რამ ყოფილი ხო? არა, იმენ. просто განანტია მე რომ მოქმედი იქნება რა. ავარე შაქარი და შაქრილი ქარგანი კრავდეს. ეს შაქრილი კრავდეს. ხო. ამ შაქარს თუ ჭამს, ხეის ამაცა ეს მაშინ არის მეგონი საკუთარ შეიძლება მაგათი და აჰა დედაუნა უძულა просто ასაკი არ მიწევს ხელს ვარა ფლატ პატრიარქი პრეტენზია გამოაცხადებდი ხო შეგრაათაზე მაქვს პრეტენზია შეთავსი ხო კარგად დაიკავე სოლა ხოის სადა საპატრიარქოში ხო ხარა რამდენი თანამდებობა გიგო მამაო ხო პროკურორს ვკითხეთ, აქ თუ არა მათ ინფორმაცია თუ ვინ არიან ის პირები, ვიზეც დეკანოზი საუბრობს ჩანაწერებში მრავლობით რიცხვში და აცხადებს, რომ გარკვეულ პირებს სურთ, რომ მიაღწიოს მან წარმატებას საპატრიარქოში და ასევე ვის დაუკავშირდა ტელეფონით თანხის გამოგზავნის თაობაზე. პროკურორმა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგაცემისგან თავი შეიკავა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათ აქვთ კიდევ მრავალი მტკიცებულება, რომლის გასაჯაროებისგანაც ამ ეტაპზე თავს იკავებენ. პროკურატურის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს დაუკავშირდა სწორედ იმ
მიზნით, რომ მას ეშოვა მისთვის ციანიდი, მოგვიანებით მას ამ შეხვედრების შემდეგ მას აღარ დაურეკა და შხამიანი ნივთიერება შეიძინა სხვა პიროვნებისგან, თუმცა ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა მან ციანიდი, ამაზე პროკურატურაში პასუხი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათივე ინფორმაციით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სასულიერო პირზე სასამართლოს ნებართვით დევნა, თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდა. 2017 წლის 6 თებერვალს 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისაგან შეიძინა, ისე რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს და 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში. ვინაიდან საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე რომ იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება. აღნიშნული ვარაუდის საფუძველზე მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამოდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ეს იყო პროკურატურის შუალედური ანგარიში, რომელიც მათი თქმით საჯარო გახადეს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და თავს იკავებენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრისგან, ასევე არის საუბრეს მათ იმაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია შესაძლო თანამზრახველების შესახებ, ჯერჯერობით ამ საქმეში არის მხოლოდ ერთი ბრალდებული, ერთი დაზარალებული და ერთი მთავარი მოწმე. მადლობა ნათია, ეს ნათია ქენქაძე იყო.